განვაგრძობთ გადაცემას თამბაქოსაგან თავისუფალი გარემოსა და ზიანის შემცირების მიზნით საქართველოს პარლამენტმა თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. სწორედ აღნიშნული კანონპროექტის შესახებ ვისაუბრებთ ჩვენ სტუმრებთან ერთად თამბაქოს კონტროლის ალიანსის თავმჯდომარე ბატონი გიორგი ბახტურიძე, ჩვენი სტუმარი, მოგესალმებით. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებელ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქალბატონი ლევასტურუ, ასევე ჩვენთან. დიდი მადლობა ქალბატონო თქვენს მოგზაურობისთვის და დავიწყოთ რა თქმა უნდა კანონპროექტით, რა ითვალისწინებს აღნიშნული ინიციატივა და რა ცვლილებები შეიძლება შევიდეს და რა რეგულაციები დაწესდება ბატონ გიორგი, თქვენგან დავიწყოთ შეიძლება. თქვენ მოგეხსენებათ რომ ჩვენ კანონმდებლობა გვაქვს 2003 წლიდან, დაახლოებით 14 წელი ეს კანონი გვაქვს, თუმცა პრობლემები არის მის აღსრულებაში, იმიტომ რომ მექანიზმი არ იყო დახვეწილი. შესაბამისად, გარდამავალ ეტაპზე ვართ, ერთი პერიოდი იყო ახლაც დღის მდგომარეობით გარკვეულ დაწესებულებებში ცალკე მოსაწევი ადგილები უნდა იყოს გამოყოფილი, მაგალითად იგივე ოფისებში, რაც შეეხება სამედიცინო საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ დაწესებულებებს, აქ გვაქვს სრული აკრძალვის რეჟიმი დღესაც. ეხლა ახლანდელი კანონპროექტი ითვალისწინებს ყველა დახურული ტიპის შენობა ნაგებობის განთავისუფლებას თამბაქოს კვამლისაგან. იმიტომ რომ მოგეხსენებათ არ არსებობს თამბაქოს კვამლის უსაფრთხო დონე, დოზა, რომელიც უსაფრთხო იყოს ადამიანისათვის. შესაბამისად, ჩვენ თუ გვინდა ნებისმიერი ესე ვთქვათ ადამიანის დაცვა, განსაკუთრებით ახალგაზრდების და ბავშვების, რომლებიც ყველაზე მეტად მოწყვლადი არიან ამ ქიმიური ზემოქმედების თვალსაზრისით, აუცილებელია ზუსტად ამ კანონის ესე ვთქვათ მიღება. თუმცა პარლამენტმა უკვე პრინციპების დონეზე ეს მიიღო, ანუ ბრძანა პარლამენტის გადაწყვეტილება პირველი ეს ნიშნავს, რომ აიკრძალება მოწევა დახურულ შენობა ნაგებობებში, რა თქმა უნდა, საცხოვრებელი სახლის გარდა, მაგრამ ის საცხოვრებელი სახლი თუ იქნა გამოყენებული საზოგადო საჭიროებისათვის ან იგივე კვების ობიექტის მოსაწყობად და ასე შემდგომ, ამ შემთხვევაში მასეც გავრცელდება, რა თქმა უნდა, ეს რეგულაცია. ასევე, რაც შეეხება საპატიმრო ადგილებს, აქ თვითონ საპატიმრო ადგილის ხელმძღვანელობა წყვეტს რეჟიმიდან გამომდინარე, რა სახის მოსაწევი ადგილი გამოყოს თუ როგორ მოიქცეს, იმიტომ რომ მოგეხსენებათ იქ სხვადასხვა რეჟიმები არსებობს, მაგრამ იქაც იქნება აუცილებლად შეზღუდვა და ზოგიერთ შემთხვევაში აკრძალვაც. ეს არის ძირითადი მომენტები, ასევე მინდა გითხრათ, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ისედაც აკრძალულია და უბრალოდ გამარტივდება საჯარიმო სანქციები და გაიზრდება საჯარიმო სანქციები, აიკრძალება რეკლამის და პოპულარიზაციის ყველა ფორმა, მათ შორის სპონსორობა აკრძალულია, უბრალოდ საჯარიმო სანქციები არ იყო და ეხლა დაწესდება საჯარიმო სანქციები სპონსორობისათვის და მათ შორის სავაჭრო ობიექტებზე არც გარე ვიტრინის თვალსაზრისით, არც შიდა პერიმეტრზე სავაჭრო ობიექტში არ იქნება ხილვადი თამბაქოს პროდუქტი. ნუ რეკლამაზე საერთოდ არ ვამბობ, იმიტომ რომ რეკლამა აიგრძალება და არ იქნება ხილვადი. ასევე აიგრძალება drive tobacco, ეგრეთ წოდებული მოძრაობის დროს მანქანიდან გადმოუსვლელად, როდესაც გაქვს საშუალება და საფრთხეს უქმნი ფაქტიურად, როგორც მოძრაობას აფერხებ, ამავდროულად, ესე ვთქვათ, იქ სხვადასხვა კიდე მომენტებია, ესეც მოხდება ამის ესე ვთქვათ აკრძალვა. ეს არის ძირითადი მომენტები და როგორც გითხარით, გამარტივდება საჯარიმო სანქციები და გაიზრდება ჯარიმები. კეთილი, ვიცით, ჯარიმებთან დაკავშირებითაც მივაწოდოთ მაყურებლებს ინფორმაცია. და ასევე საინტერესოა, ბატონ გიორგი, თქვათ, ძალიან ბევრი კითხულობდა რა დაწესდება, რა რეგულაციები იქნება, როგორ იქნება. ესეც შევიდა დამტკიცდა ეს კანონი. საინტერესოა, თქვათ, დაწესებულებას თუ აქვს იმის საშუალება, რომ გამოყოს რაღაც კონკრეტული ოთახიან. აი ესეთ იქნება ესეთი პრაქტიკული რჩევებიც, რომელიც ეც მაყურებლებს. ამაზე უკვე ვთქვით, რომ არავითარი გამოყოფა არ იქნება, არც როგორც ვთქვით, დახურულ შენობაზე საუბრობთ, თუმცა ბევრი ქვეყანა, სადაც შენობიდან რამოდენიმე მეტრის რადიუსში მოწევა აკრძალულია, გაჩერებებზე მოწევა აკრძალულია, სკვერებში მოწევა აკრძალულია. ამას ჯერჯერობით არ ვარეგულირებთ ამ ეტაპზე. ამ ეტაპზე რეგულირდება მხოლოდ შენობები. შენობა, ნებისმიერი სახის შენობა, როგორც ვთქვით, გარდა საცხოვრებელი სახლისა, დაექვემდებარება ამ რეგულაციას და იქნება სრული აკრძალვის რეჟიმში. ეს ჯერ ერთი სრულად იცავს იქ მყოფ ადამიანებს და მეორე ადმინისტრირების თვალსაზრისით არის ძალიან მარტივი. ეხლა რაც შეეხება საჯარიმო სანქციებს. საჯარიმო სანქციები ფიზიკური პირებისათვის დაიწყება 20 ლარიდან, რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რაც შეეხება იგივე კვების ობიექტებს 50 ლარიდან ფიზიკური პირებისათვის, ხოლო იურიდიული პირებისათვის დაიწყება 500 ლარიდან
და 2000 ლარამდე საჯარიმო სანქციები იქნება ადმინისტრების ორგანოს ქვემდებარე, ანუ პოლიციელი იქნება ეს თუ შემთხვევლების სამსახურის ინსპექტორი, მას ექნება უფლება, რომელიც დღეს არ აქვს, ადგილზე შეუფარდოს სახდელი. თუ თქვათ დაჯარიმებული პირი ან ორგანიზაცია ეწინააღმდეგება ამ მომენტს, მას შეუძლია რა თქმა უნდა მიმართოს სასამართლოს და დაიცვას მისი უფლებები. ხოლო 2000 ლარის ზემოთ საჯარიმო სანქციები, 2000-დან 10000 ლარამდე არის საჯარიმო სანქციები. ამ შემთხვევაში ეს კონკრეტული საკითხები იქნება სასამართლო ქვემდებარე. ეს ეხება ძირითადად შეფუთვა დიზაინის საკითხებს და რეკლამის აკრძალვის საკითხებს, მათი დონე, ესე ვთქვათ, დაჯარიმების არის საკმაოდ ესე ვთქვათ მაღალი, 10000 ლარამდე მაქსიმუმ. კეთილი ბატონ გირგე, ჩვენ ძალიან ხშირად საუბრობთ ხოლმე საერთაშორისო გამოცდილებებზე ამ კუთხით და საინტერესოა თქვათ რა ხდება სხვა ქვეყნებში ის მაგალითები, რომელიც არსებობს, თუ წარმატებული მაგალითები. მაგალითები უამრავია, მაგრამ მე შორს არ წავალ, ჩვენ ირგვლივ სამეზობლოს მაგალითებს მოვიყვან, ეხლა დასავლეთ ევროპის და მაღალგანვითარებულ ქვეყნებზე არ ვისაუბრებ, ჩვენი დონის ეკონომიკის და ჩვენზე დაბალი განვითარების ქვეყნებზე ვისაუბრებ, ეს გახლავთ თურქეთი, უკრაინა, მოლდოვა, რუსეთი, როგორც არ უნდა ჟღერდეს, მათ მიაღწიეს სრულ აკრძალვას და აღსრულება ამ ყველაფრის არის 90%-ზე მაღალი. როგორც რეკლამის, ასევე მოწევის აკრძალვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. იქამდე, იგივე რუსეთი რო ავიღოთ, მათ აქვთ 10 მეტრის რადიუსი შენობიდან აკრძალული, შენობიდან 10 მეტრის რადიუსში, ასევე გაჩერებებზე, სკვერები, პარკები, ასევე თვალხილული არ არის, ესე ვთქვათ, პროდუქტები არც რუსეთში, არც მოლდოვაში და ასე შემდგომ. ეს პროცესი საკმაოდ მხარდაჭერილი იქნა, წინასწარი განწყობებიც იცოდნენ და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უჭერდა მხარს, მაგრამ როგორც კი შევიდა ძალაში, აღმოჩნდა, რომ წეველების უფრო მეტი არმია უჭერდა მხარს. ასეთივე მოლოდინი გვაქვს საქართველოში, მე მინდა გითხრათ, რომ წინასწარი განწყობა ჩვენი მოსახლეობის მრავალწლეული, მათ შორის 5 კვლევა ჩატარდა და 5-ვე კვლევამ 2008 წლიდან 2016 წლის ჩათვლით აფენა, რომ მოსახლეობის 90%-ის დაახლოებით მხარს უჭერს სრულ აკრძალვას. აქედან წეველების უმრავლესობა, მე არ ვამბობ აბსოლუტურ უმრავლესობას, დაახლოებით 60% უჭერს მხარს მაგალითად რესტორნებში და ბარებში მოწევის აკრძალვას, იმიტომ რომ ამ ხალხს აქვს შეგნებული და თვითონაც არ სიამოვნებს სხვისი კვამლის, ესე ვთქვათ, ინტენსიურად ჩასუნთქვა. ყველაზე ურთულეს მდგომარეობაში მე ვიტყოდი ფაქტიურად არაადამიანურ შრომის პირობებში უწევთ ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს მუშაობა. ეს არის ათეულათასობით ჩვენი თანამოქალაქე, რომლებიც იძულებული არიან, პირდაპირ ვიტყვი, ისუნთქონ აი ქიმიური ნივთიერებებით, მომწამლელი ნივთიერებებით გაჯერებული ჰაერიდან. რატომ? ისინი ჩვენი შვილები, ჩვენი ახლობლები, ჩვენი თანამოქალაქეები არ არიან? ის რომ ისინი ვერ გამოდიან, პროტესტს ვერ ამბობენ, იმიტომ რომ ეშინიათ დაკარგონ სამსახური. ეს იმას არნიშნავს, რომ მათ პროტესტი არ აქვთ და თქვენ შედით ნებისმიერ რესტორანში და ბარში. აბსოლუტურად პირად საუბრებში ისინი ყოველთვის გამოხატავენ კმაყოფილებას. და ზოგიერთი მენეჯმენტი, რომელსაც ესმის ეს საკითხი, უკვე თბილისში რამოდენიმე ერთეულს ნახავთ კაფე-ბარისას, მაგრამ რესტორანს ვერ ნახავთ მაინც, სადაც აკრძალულია მოწევა. და იქ მართლა ყველა სიამოვნებს ბავშვებთან ერთად წასვლა და საკვების ესე ვთქვათ დაგემოვნება და ესე ვთქვათ დასწრული ადამიანები შეიძლება ალკოჰოლსაც მიირთმევენ კიდევაც. მოკლედ ეგეთი სიტუაციაა. ანუ დადგა დრო ამ გარდამავალი ეტაპიდან გადავიდეთ უკვე ყველაზე მარტივ, ყველაზე ეფექტურ და ყველაზე დანახარჯების გარეშე ესე ვთქვათ ზომაზე, რაც გახლავთ სრული აკრძალვა შენობებში და ნაგებობებში. მე იგივე სარესტორნო ბიზნესზე ვიტყვი, მათი აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ამ რეგულაციებს, იმიტომ რომ მათთვის მიუღებელია მაგალითად კედლის აშენება, სარეკონსტრუქციო სამუშაოების ორგანიზება და გამწვევი სისტემების ორგანიზება, რომელიც არ იცავს ჯერ ერთი იქ დასაქმებულ ადამიანებს და არც იქ შესულ ადამიანებს, იმიტომ რომ არ არსებობს თამბაქოს კვამლის განეიტრალების არანაირი საშუალება. მინდა გითხრათ პირდაპირ. მათ შორის ელექტრო თუ როგორ ეძახიან ამ სიგარეტს კიდევ რაღაც. ეხლა რაც შეეხება ელექტრონულ სიგარეტს, ეს მეორე ახალი ესე რომ ვთქვათ მომწავლელი ნივთიერებებით გაჯერებული ეს პროდუქტი,
5 წლის უკან გამოჩნდა ბაზარზე, როგორც თამბაქოზე თავის დანებების საშუალება. ასე უწევდნენ რეკლამირებას, რაც რა თქმა უნდა მომხმარებლების პირდაპირ შეცდომაში შემყვანი ფორმულირება გახდათ და ჩვენ სერიოზული პროტესტი გქონდა ამისა და მხოლოდ ეხლა დადგა ის წესრიგში რომ დარეგულირდეს. თუმცა 2013 წლის კანონ პროექტში როცა შემოყდა იყო ჩადებული, შემდგომ ამგვაღებინეს, ეხლა ისევ ჩადევით და პირველი მოსმენით ესეც რომ ელექტრონული სიგარეტი დარეგულირდება უკვე მიღებულია პარლამენტის მხრიდან და ის მოექცევა ყველა იმ რეგულაციის ჩარჩოში, რაც ვრცელდება თამბაქოს პროდუქტზე. ეს არ გახლავთ თამბაქოზე თავის დანებების საშუალება, იმდენაც გამომდინარე რომ შეიცავს ნიკოტინს და ამავდროულად ქცევას გინარჩუნებთ, ანუ მოწევის პროცესი შენარჩუნებულია, რაც ყველაზე რთული შესაძლებელია მოწევის გადაგების თვალსაზრისით. ამიტომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კატეგორიულად არ უწევს ამ რეკომენდაციას და არც ამერიკის საკვებისა და წამლის სააგენტო. კეთილი, კაპიტალამ, ასევე საინტერესოა რაღაც კონდეთ თქვენი მოსაზრებაც ამ კანონ პროექტთან დაკავშირებით და ის მავნეზე მოქმედება, ვფიქრობ რომ მედიას ამ კუთხით დიდი როლი აქვს, საინფორმაციო კამპანიის კუთხით და მოგოთ აქტიურად დაიწყება კიდევ და საინტერესოა კიდევ ერთხელ მივაწოდოთ მაყურებელს ინფორმაცია. კი ბატონო, კანონ პროექტებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი აბსოლუტურად ემხრობა, ვინაიდან თვითონ არის მონაწილე იმ პროცესებისა, რომელიც პარლამენტში ამ განხილვებს სულსურებით გამოიწვია საინფორმაციო კამპანიის გვაქვს დიდი ხანია ვიბრძვით თამბაქოს წინააღმდეგ, თამბაქოს ინდუსტრიის წინააღმდეგ, საქართველოს თამბაქოს გარეშე და ვისუნ თქვათ თავისუფლად. ასე რომ აბსოლუტური მხარდაჭერა დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან და ჯანდაცვის სამინისტროდან აქვს ამ კანონ პროექტებს და ძალიან დიდი იმედი აქვს რომ 31 მაისს, როდესაც არის დღე სოფლიო თამბაქოს გარეშე, ჩვენ უკვე შევხვდებით ახალი კანონ პროექტებით. რაც შეეხება თამბაქოს მავნეობას, ეს ასე ვთქვათ არ ახალია, ძველია. თამბაქო იწვევს ყველა ქრონიკულ დაავადებას. პირველ რიგში ეს არის კიბო და ფილტვის კიბო, ეს არის გულსისხლთა დაავადებები, ეს არის დიაბეტი, ეს არის ფილტვის ობსტრუქციული ქრონიკული დაავადებები, ეს არის ასთმა ბავშვებში და ასე შემდეგ. ანუ განდაცვაზე დანახარჯების ძალიან დიდი წილი მოდის სწორედ იმ დაავადებებზე, რომელსაც იწვევს თამბაქო. გარდა ამისა, მინდა ხაზგასმით თქვა ბატონმა გიორგიმ თქვა, რომ შემაშფოთებელია სტატისტიკური მონაცემები, ძალიან მაღალია ჩვენთან მაჩვენებლები, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ მაჩვენებლები იზრდება ქალბატონებში და იზრდება მოზარდებში და მათ შორის მოზარდ გოგონებში, რაც ნამდვილად ვერ დარჩება ჩვენი და სახელმწიფოს ყურადღების გარეშე. ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თუკი ზოგადად სოფლიოში სიკვდილის შემთხვევების დაახლოებით 10% უკავშირდება თამბაქოს, საქართველოში ეს არის 22%, ანუ ყოველი მეოთხე ადამიანი ქვეყანაში იღუპება იმიტომ, რომ არის თვითონ მწეველი, ან სამწუხაროდ არ ხდება მისი უფლებების დაცვა და არის იძულებით პასიური მწეველი. აი ეს არის სავალალო სტატისტიკა, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს. გარდა კანონ პროექტებისა, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ უნდა შევამციროთ, რა თქმა უნდა, მოთხოვნა თამბაქოზე და ამავდროულად უნდა შევთავაზოთ ადამიანებს გარკვეული სერვისები. იმ ადამიანებს, რომლებიც კვლევების მიხედვით ცდილობენ თავის დანებებას. 40% ამბობს, რომ ცადა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ დაანება. ანუ ხდება პირველადი ჯანდაცვის ექიმების გადამზადება, რომ მოახდინონ კონსულტირება თამბაქოზე თავის დანებების საკითხებში. ვამზადებთ ექიმებს და ნაწილი უკვე მომზადებულია თამბაქოზე დამოკიდებულების მკურნალობისთვის. გადადგმულია ნაბიჯები, რომ მედიკამენტოზური თერაპია, მედიკამენტები იყოს ხელმისაწვდომი ყველა აფთიაქში და ყველა მწეველისათვის, რომელსაც ექიმი ამ გზას ურჩევს. ფუნქციონირებს კვირაში 5 დღე 8 საათი, თამბაქოს ცხელი ხაზი 116.001. საზოგადოების განმართლებაზე სერიოზული ნაბიჯები იდგება, ეს არის სოციალური მედია, ეს ხართ თქვენ, სატელევიზიო მედია, იგივე სხვადასხვა ბუკლეტები, პოსტერები, ვიდეოკლიპები და ასე შემდეგ. ანუ ეხლა არის ზუსტად ის დრო, როდესაც ჩემი აზრით უნდა გავერთიანდეთ ყველა ქართველი, არაქართველი, მართლმადიდებელი, არამართლმადიდებელი, მწეველი, არამწეველი, სხვადასხვა უმცირესობის წარმომადგენელი თუ უმრავლესობის წარმომადგენელი და ყველა ერთად უნდა ვთქვათ,
რომ არა თამბაქოს და ჩვენ ვიბრძით ჩვენი შვილების საქართველოს ჯანმრთელი მომავლისთვის. ეთიკი, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის. თუ არის რაიმე ესეთი მნიშვნელოვანი გზავნილი, შეგიძლიათ მაყურებელს უთხრათ და დაგემშვიდობთ. მნიშვნელოვანი გზავნილი გახლავთ ის, რომ ის რაც წლების განმავლობაში მოახერხა თამბაქოს ინდუსტრიამ, მისი ლობირების თვალსაზრისით სხვადასხვა დონეზე, ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პარლამენტი, რომელიც აბსოლუტური უმრავლესობა არის ჯანსაღი ძალებით დაკომპლექტებული, განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომლებსაც სერიოზულად ესმის ეს პრობლემა და მათ შორის გამოყოფდი ჯანდაცვის კომიტეტს, რომელიც ლიდერია ამ თვალსაზრისით და ქალბატონი გუგული, რომელმაც მოახდინა ესე ვთქვათ ამის ინიციირება, როგორც ქალბატონმა წინა პარლამენტში, რაც წარმოუდგენელი იყო, ვისაც ეხებოდა მან ვერ შეძლეს მამაკაცებმა და ამ ქალბატონმა აიღო თავის თავზე გასული პარლამენტის დროს და იმედია, რომ ეს პოლიტიკური მერე მთავრობამაც დააფიქსირა სხვათა შორის ახალი არჩევნების შემდგომ რომ გაზრდიდა გადასახლებს და მეორე მთავარი მომენტი რაც იყო რომ აკრძალავდა მოწევას კი არ შეზღუდავდა აკრძალავდა მოწევას საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში აკრძალვა წრია პირდაპირ სამთავრობო პროგრამაში და იმედია ეს სამთავრობო პროგრამა იქნება დაცული თამბაქოს ინდუსტრიის ზეგავლენისაგან და ამ შემთხვევაში საზოგადოების ჯანმრთელობის და სიცოცხლის ინტერესი იქნება უფრო მაღალი ვიდრე კონკრეტული ბიზნესმენების არ მინდა ეხლა მათი დასახელება კონკრეტული ფინანსური ინტერესები ეს არის მთავარი. კეთილი, უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის. ჩვენ რა თქმა უნდა მზად ვართ რომ გიმასპიტულობთ და შუადღის ეთერით კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივაწოდოთ მაყურებელს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. დაგემშვიდობებით.